მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. დღეს ოპოზიციის ალიანსის პირველი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, პრიორიტეტებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, დასავლეთთან კომუნიკაციის გაღრმავება და მოსახლეობასთან რეგიონებში ინტენსიური შეხვედრები. ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც, მათ შორის ჩვენი დამოკიდებულება, ზოგადად სამუშაო ფორმატის, რაკიღა პირველია გადაწყვეტილებების მიღების წესზეც ვიმსჯელებთ. ოპოზიციის ალიანსის დაფუძნება, ეს არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, სხვა ნაბიჯებიც გვექნება, მაგრამ პრიორიტეტი ყველამ რო იცოდეს არის საქართველო, ქართულ ხალხთან საუბარი და შემდგომ უკვე საერთაშორისო. არა პირიქით. ამ ქვეყანაში შურისძიება, ანგარიშწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან. ჩვენი მთავარი, როგორ გითხრათ, სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის საზოგადოება ხალხი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი კამპანიები და ჩემი აზრით ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ უმთავრესად, არწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც ვისაუბრებთ. თვითონ ფაქტი, რომ ალიანსის შედგა არის მნიშვნელოვანი, ოღონდ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის წინ და ეს საქმეები არის ძალიან კონკრეტული მიმართულებებით დაყოფილი. ეს არის ერთი ივანიშვილის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანება, მეორე ეს არის პროტესტის წინააღმდეგობის გაძლიერება, გაფართოება, გამრავალფეროვნება და მესამე ეს არის საგარეო ასპარეზზე ერთიანი კოორდინაცია. დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეში ბრალდებული 13 პირთან დაკავშირებით მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილა. ასევე დაიკითხა დაზარალებული პოლიციელი. საქმესო პოლიტიკური ელფერი აქვს, მათ შორის დასწრება იმით, რომ ტელეკომპანია იმედმა უსინდისოდ მოიტყუა, როცა თქვა, რომ არსებობს ჩემი დაცვის შოშხობის გიორგი კირვალიძის აღიარებითი ჩვენება, რაც არის წმინდა წლის ტყუილი, არა თუ აღიარებითი ჩვენება, არამედ საერთოდ ჩვენება არ არსებობს გიორგი კირვალიძის კონკრეტულ საქმეში, ესე რომ როცა პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ტყუილები გაავრცელოს, სწორედ ეს არის იმის პირველი ნიშანი, რომ საქმეში არსებობს პოლიტიკური ინტერესი. გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, ისე მოწმობის დაკითხვას, მაგრამ კონკრეტულად ბრალდება ვის წარმოადგენს ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ გამაჩნია. რაც შეეხება სიმართლე გითხრათ, ახლა ვინც არ უნდა მოიყვანოს, დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აქამდენ ვინც მოიყვანა და სამომავლოდ ვინცაც მოიყვანს, ვერცერთი მათგანი ვერ დაადებს საბაკორწეას ხას, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა რაიმე ძალადობრივ ქმედებას, რასაც მასე დავებია. დაკავებულ 13 პირს შორის არის ოზურგეთელი კახა კვაჭანტირაძე. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. კვაჭანტირაძის განცხადებით, მისთვის როგორც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ პოლიტიკურ საქმეში არის ბრალდებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლა ფაშინიანს შეხვდა. რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე პარტნიორობის გაღრმავება და ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ამ თემებზე ისაუბრეს. მედიისთვის გაკეთებულ ერთობლივ განცხადებამდე ჯერ პირისპირ შეხვედრა, ხოლო შემდეგ გაფართოებული შეხვედრები გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ დღეს ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ მიუხედავად თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პოტენციალი. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურისტს და ვიზიტორებს ამ კუთხით სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ძალიან ღირებულია ჩვენთვის თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გქონდა ეკონომიკურ ორმხრივ რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. სხვადასხვა საკითხზე გქონდა დისკუსია. ასევე ვნახეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით.
საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქმები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი წარსულში. სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ კონტექსტში საქართველო ჩვენთვის. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამეინის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით. კაცის განცხადებით მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ახალ ლიდერს ან სად დაიმალება ის. ჩვენ მომავალშიც სრული ძალით ვიმოქმედებთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა ძირი გამოვუთხაროთ რეჟიმის პოტენციალს და შევქმნათ პირობები მისი დამხობისა და ირანელი ხალხის ჩანაცვლებით. დაზიანა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული აიათოლა ალი ხამეინის ვაჟი მოჯთაბა ხამეინი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. ჩვენ არანაირი ნდობა არ გვაქვს ამერიკელების მიმართ და არც მათთან რაიმე მოლაპარაკების საფუძველი გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ომი. ჩვენ ერთხელ უკვე ვაწარმოეთ ომი 8 წლის განმავლობაში. ახლაც ჩვენი ისტორია და ჩვენი რამდენიმე ათასწლოვანი ცივილიზაცია აჩვენებს, რომ ჩვენ არ გვეშინია ომის და არც მისი გაგრძელების გვეშინია. მაგრამ ისინი ასე არ არიან. მათ ასეთი მდგომარეობა არ აქვთ. როდესაც რევოლუციამ გაიმარჯვა, მას სამი საკრდენი ჰქონდა ხალხი, ხალხის რელიგია, ლიდერობა. ამერიკელებმა სწორედ ეს მოდელი გამოიფენეს ირანის დასანაწევრებლად. სინამდვილეში მათ არ სურთ მხოლოდ ისლამური რესპუბლიკის ხელში ჩაგდება. მათი მთავარი მიზანი ირანის დანაწევრებაა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა. დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო კულტურის ცენტრში შთამბეჭდავა დედას შვილის დიალოგით და გულწრფელი ჩახუტებით დაიწყო. შემდეგ კი ერთმანეთს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები ენაცვლებოდა. ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა არაერთი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი შემოგთავაზეს. საღამოს ყველაზე ემოციური გამოსვლა გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილი სიმღერა, ასევე შვილებისა და დედების მიერ შესრულებული კომპოზიცია იყო, რომლებმაც მაყურებელს ოვაციები დაიმსახურა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. დედის დღეს ვლოცავ მთელ საქართველოს. ნამდვილად ემოციური დღე არის დღეს. ქართველი კაცისთვის დედა ყოველთვის არის და იქნება სითბოს და სიყვარულის სიმბოლო. ყველა დედას დიდი მადლობა მინდა გითხრა იმ ამაგისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და შეუფასებელია მათი უანგარო ზრუნვისთვის, საზღვრო სიყვარულისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. დღეს არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქეს დედებს კულტურის ცენტრში. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, არაჩვეულებრივმა ბავშვებმა, მადლობა მათ ამისთვის. უბრალოდ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დედას, ყველა ადამიანს მიულოცავ დედის დღეს. დედა ჩვენთვის ძვირფასია. ალბათ ყველა დედის თვალები როცა ბედნიერია, როცა მის უსაზღრო ჩაძირულ სივრცეში არ ვიცი, შვილები არ იკარგება და სიხარულის და ბედნიერის სითბოს როცა აბწყინებს, ის ქვეყანაც ძლიერია და ყველაფერი კარგად არის მაშინ. ღმერთმა ყველა დედა ბედნიერია მყოფოს. ყველა დედას გილოცავ. პირველ რიგში მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო გაზაფხული შეუმზადება მიულოცო დედის დღე, მინდა ყველა ქალი ბედნიერი, ღიმილიანი, ჯანმრთელი იყოს. პირველ რიგში ასევე დედაჩემს ულოცო და ულოცო ყველა ქალბატონს ამ წყენვალე დღესასწაულს. ძვირფასო დედებო, დღეს 3 მარტია, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. უპირველეს ყოვლისა გილოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენო დედებო, ჩვენო იმედებო, საყრდენო ძალებო. მინდა რომ ხიარულად, ბედნიერად და უფრისყალობა არ მოკლებოდეს. ასევე მინდა ჩემს ულამაზეს დედიკოს, უშვენიერეს, რომელიც გარდაცვლილია, იქ მიულოცავ მის დღეს. ძალიან უყვარდა ეს დღესასწაული და ძალიან ლამაზი, მინდა ამ ღონისძიებაზე თქვა, ესეთი ლამაზი დახვეწილი კომპოზიციები იყო. ესეთი ლამაზი ნომრები იყო, რომ დარბაზში ცრემლები ვერ შევიკავე. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა, თითოეულ ყველა ადამიანს, რომელმაც ამაში მიიღო წვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 26 წლის თამართულ დამცველი დააკავეს. ბრალდებული იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე. პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სადახლოს ტერიტორიაზე ამ ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე. სამართალ დამცველებმა ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას მალულად საწვავის სისტემის დამატებით აუზში მოთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. 5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რეგიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურას და კონკრეტულ ქალაქებს. ოზურგეთში მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო და დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჩოხატაურში მოსალოდნელია 9 გრადუსი სითბო, ხოლო ლანჩხუთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურას 12 გრადუსის ოდენობით. რაც შეეხება ჩვენს კურორტებს, ურეკში 9 გრადუსია ნავარაუდები, რაც შეეხება ბახმაროს, აქ მოსალოდნელია თოვლი და -8 გრადუსი ყინვა. რაც შეეხება დედაქალაქში ნავარაუდებია 9 გრადუსი და იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.